Სამსახიობო გაქვთ დამთავრებული მსახიობი ხარ, მაგრამ სარეჟისოროც დამთავრებული გაქვთ და ანუ სპექტაკლის გაკეთების სურვილი, დადგმის სურვილი მე ჯერ არ გამიგონია, შეიძლება რამე გამომრჩა, გამომეპარა. აი სარეჟისორო დამთავრებული ჯერჯერობით არა მაქვს. რაც ლაპარაკობ. გეტყვით ახლა რატო? მე ვარ მარად მწვანე სტუდენტი. მართლა? ერთადერთი რაც დამრჩა იმისათვის რომ დავამთავრო, დავასრულო და დიპლომი ავიღო და მე მგონი უკვე ამის გარეშეც მომცემენ დიპლომს ოღონდ მივიდე იქა. ეს არის დიპლომი, ეს არის სარეჟისორო, სადიპლომო სპექტაკლი. რაზეც რა თქმა უნდა გამბედაობა არ მყოფნის. მე ვარ ძალიან კრიტიკული ადამიანი, თვითკრიტიკა მაქვს მაქსიმალ. აი ამას ამაყარ თვითყვი. და არ არის ეს ის რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა მაქვს. თვითკრიტიკა ნამდვილად ძალიან განვითარებული მაქვს. ნუ მაქსიმალისტიც ვარ ცხოვრებაში. როგორც შემიძლია მაქსიმალურს ვაკეთებ ხოლმე და აი ეს განაცხადი რომ მე გავაკეთე სადიპლომო სპექტაკლი და მოვიდა ჩემი კოლეგები და ნახეს მე რა გავაკეთე იმდენად მაშინებს თან ცეციცი რომ ჩემი მეგობარი რეჟისორები როდესაც პრემიერა რას აკეთებენ და სად არბიან და ზოგჯერ გამოყავს სადღაციდან დამალულები რო არიან რომ არ უნდათ ნახონ ძალიან მაფერხებს და მარტივად ვამბობ ხოლმე მე არ მყოფნის თავხედობა. ხო, მაგრამ აი როცა სადეთ ჩაბარება და ნუ გეგმაში გქონდათ რეჟისორობა, ეს ფიქრები მაშინ არ გქონდა? მქონდა, მაგრამ ნახეთ არ მიდეხარ. ჩემმა პედაგოგმა რაღაც სხვანაირად მე უბრალოდ სარგებლობ, ესე მგონია ჩემი პედაგოგის ლოიალობით. მე მყავდა პედაგოგი იცით თქვენ სარეჟისოროზე ბატონი მუმუშა. ჩვენი წლებიც კარგად მახსოვს, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ მომცემდა იმის საშუალებას, რომ მე აი ესე მეფუქსავდა, გამომცხული იყო ეს. ფაქტობრივად დადგმული მქონდა, ფაქტობრივად ის მოვიდოდა ხოლმე რეპეტიციებზე, იცოდა ხოლმე შესწორება, მაგრამ აი თავისუფლად ვიტყვი ამას, რომ ერთ-ერთ რეპეტიციაზე როდესაც მოვიდა, ყავა მოინდომა. ხო იცით თქვენ მისთვის ყავა რაც იყო? ყავა მოადუღე რომ თქვა, აჰა, ვიფიქრე, მომდა სიგარეტი მაგდოს, იმიტომ რომ დაეწყო რაღაც შიგნიდან ფორიაქი და ნუ არ ეწეოდა და ყავა მომიდუღეთ, ნიშნავდა იმას, რომ ის ცოტა ხნით დარჩებოდა. ნახა, ადგა და მითხრა, ხვალ მეორე სურათი მოხაზე და მოვა. უბრალოდ აი ეს ის პერიოდია, როდესაც ავად გახდა, იქიდან რაღაც ერთ კვირაში და მე რა კიცით რაც მოხდა. შემდეგ ჩემი პედაგოგი სარეჟისოროზე იყო გოგი მარგველაშვილი და იქაც რაღაც ვისარგებლე რა ჩემდამი განწყობით და რაღაცა გავიპრანჭე, გამოვიპრანჭე, შევეხვეწე რაღაცები და დამიტყო. და ახლა მყავს ბატონი ავთო ვარსემაშვილი, რომლის ხასიათიც ძალიან კარგად ვიცით და მართლა როგორ მithpens არ ვიცი, მაგრამ მასთან გულწრფელი საუბრები მაქვს ხოლმე და იცის რომ უბრალოდ მეშინია. კი მეუბნება დაგეხმარები, მაგრამ არ მინდა ეს და თქვენი პედაგოგების ლოიალობის ბრალია რომ არ დადგით სპექტაკლი. და ეხა ბატონი ვიღაცა ესეთი მკაცრი უნდა შეხვედროდა. ისმენს არ ვიცი როგორ დამიჯის, მაგრამ არა ვიждეთ. ასე ეშინოდა ენდის სცენაზე დაბრუნება. როცა მას ჰქონდა 14 წლიანი პაუზა, როცა საქართველოში არ ცხოვრობდა და სცენას ჩამოცილდა, თეატრს არა, სცენას ჩამოცილდა და ჩვენ დიდი ხანი ველოდით რომ დაბრუნებულიყო და დააძლია მაშინ ისიში და დაბრუნდა რა სპექტაკლით ბამბაზის რაღაცა აფხაზი დედა, ქართველი დედა. ამათი ნათამაშების სპექტაკლი ნამდვილად საეტაპო როლები. მე ფილმიც გადაიღეს, ამაზე არაჩვეულებრივი ფილმი და რა ვიცი ეს იყო ერთგვარი დიპლომატიური გზავნილი აფხაზებისადმი, ისეთი სპექტაკლი იყო გაკეთებული და ორთავე რაღაც ნუ დღესაც ცრემლები მომდის. რაც შეეხება სტუდენტობის დროსაც ბაკალავრიატის დროს სამსახიობოზე, იქაც გამიმართლა ბევრი პედაგოგი მყავდა. და საოცარი ჯგუფი ყავდათ. მე ვაბარებდი ლილიოსელიანთან, ქალბატონ ლილიოსელიანთან, რომელთანაც 15 ადამიანი უნდა ჩარიცხულიყო, აქედან 5 გოგონა იქნებოდა. გავიარე პირველი ტური, მეორე ტური, უბრალოდ პირველ ტურზე ჩავიჭერი, მე გავაპროტესტე, მე ისევ გავიარე და ну, არ ვიცი ხა, რამდენად დამიჯერებთ, უბრალოდ ვინც იყო ის ადამიანი, ვინც დამიძახა, დღეს გარდაცვლილია. ეს იყო რეჟისორი შალვა ორუშაძე, რომელიც ლილის სტუდენტი იყო, დამიძახა გამოცდამდე, რომელიღაცა ტურის შემდეგ,
გვიანი იყო და ქალბატონმა ლილი ნუ შევედი აი ძველ შენობაში ჩვენთან კიბე იყო ქვემოთ კიბის ქვემოთ დგას და მეუბნება რომ მე ამყავს 5 გოგონა მე 5 გოგონა უკვე ვიცი ნუ ეხა ტურები გაიარეს და იქნებ გადახვიდეთ სხვაგან აი მაგალითად ბატონ დავითთან ნუ დავფიქრდი ამის შემდეგ მეორე დღეს ჩემთან მოვიდა გორის თეატრში არის ახლა საოცარი ადამიანია ასაკშია ბატონი ანზორ გვაძაბია თუ იცით კი როგორ არა და ანზორმა პირდაპირ მთხოვა რომ გადადით ისა დათოს ჯგუფში თხოვე პირდაპირო რა რომ თქვენთან მინდაო და მეც ესე გავაკეთე მეც და ჩემს მეგობარ მაია ცეცხლაძეს უთხარი ისიც საერთო ჯგუფში აბარებდა აი ესე მოხდით ბატონ დავითთან აგვიყვანა რა თქმა უნდა ამის შემდეგ რაღაც გარღვევები ჰქონდა დისციპლინის თვალსაზრისით. აუ, რა ხდებოდა ანუ აცდენდით თუ რა ხო რა თქმა უნდა. თქვენ? ხო რა თქმა უნდა. ესეთი აკადემიური სახით არ ესწრება. აი ახლა როდესაც აი რომ გადავხვიდო. ისე კარგად იყო. არა, ნახეთ რა. არა, მე ხა ქალბატონების წლებია, ვიცი სხვადასხვა სიტუაციები. ძალიან ბევრი საუბრობ, მაგრამ აბსოლუტურად მართალი ვიყავ. გეფიცებით ყველაფერს. ჩემს თავთან. ვაცდენდი რა საგნებს გეტყვით. ეს იყო პარტ ისტორია. ნუ მე გასაგებია. მაშინ ამას კი ვერ ვაანალიზებდი. აი უბრალოდ რაღაცა ჯგუფში რომ კარგ შვებოდი. ჩემს ჯგუფელთან, ბიჭთან უბრალოდ დღიურებს წერდი ხოლმე რა. ეგეთ ლექციებზე და დღიურს წერ რაღაცა ქუთაისი მენატრება სიზმარი ვნახე წინა საღამოს და წერო ამ სიზმარში ქუთაისში ვარ და ესა და ესა და ამ ბესო პიპიამ ყავდა ზუგდიდიდან რა და ამ ბესო პიპიამ წაიკითხა ეს და დამცინა ხმამაღლა წამართვა დღიური და დამცინა და აჩვენა მთელ კურს არამც თუ ჯგუფს იმიტომ რომ ჰუმანიტარულ საგნებზე კურსი ვისწედით რა მე წავდე კი და როგორც სკოლაში თუ გახსოვთ თქვენ არ ვიცი აკეთებთ ჩვენ დროს იყო აი ბიჭებს პირდაპირ გაშილხა ზურგში ვურტყამდით ხო ავდე კიდევ ცეცხლე მომეცინეთ ნუ ახლა რა თქმა უნდა გაგიჟდა პედაგოგი რას აკეთებ მაგრამ მე მისთვის არ მithქვამ რომ დღიური წაიკითხა ჩემი მომპარა თუ წამართვა და გამომაძევა ნუ იყო ჩართული მოკლედ კონკაშვილის კიდევ რასაც დენდით დიუნიდან დაწყებული ყველა ალიკა ბეროშვილი მარიკა მანენა ბერიკაშვილი დავეშვი ამ ქალს მაგრამ ერთხელ დამიშვა იგივე რაღაც მოხდა წამოვედი და წამოვედი იმეორებდით თქვენ იგივე ათეიზმი ენდი დაუმორჩილე ათეიზმი და მარქსისტულ თქვენ არ სწავლობთ ხო ჩვენ არა სწავლობთ ჩვენ არ სწავლობთ მარქსისტულ ლენინური ფილოსოფია ქალბატონმა ენდიმ გააუქმა იგი. ხო და ნუ აი ამ საერთოდ გადაგვარჩი სპეციალობები რაც იყო სტატობა იყო ეს მეტყველება იყო სასცენო მოძრაობა მილიონად ამიშოს რაც გაუცდენდი და ასე შემდეგ თქვენ კარგს აკეთებდით ისეთ ასე ვთქვათ ლექციებს ეხლა რომ ასწრებით მივხვდი კი მაიაც ეცხვაძეც აცდენდა მაიაც აცდენდა ანუ სამი მეგობარი რამდენი ხავთ ნაცემი თქვენ და მაიას? არა გყავს ბევრი ბევრი არა მაგრამ რამოდენიმე რატომ უნდა ცემა მაიაცესხლზე გახედავდა ერთ რაღაცა სიტყვოდა და დამთავრებულიყო ცემაც იყო და ცემა არ ვიცი მაგრამ მოზად მაყურებელთაიდან რომ გამოდიოდა ენდიძე ძალა ამას ხმამაღლა ვიტყვი თელი ქუთაისი და მეტაკვება და არ მცხვენი ამის თქვა ანუ ჯიბეში არ ჩავიღო ხელს ქუთაისის მოზად რომ გამოვიდო და ჯერ იდგა ერთი აი თამაჩემილია თქვა ერთი 50-60 ბიჭი სულ იდგა და სულ აი ჯარივით იდგა მაყურებელი მეგონა გამოსული თეატრიდან და მიდიოდა და მიყვებოდა სულ ყველა მე პატარა ვიყავი მაშინ ძალიან კარგად მახსოვს ეს პერიოდი ოღონდ ეს ერთხელ ორჯერ გერტებოდა ენდი და უკან მოყვებოდა სპექტაკლის შემდეგ იყო ამბავი დაყვებოდა უამრავი ბიჭი აუცილებლად ლამაზი არის ახლა ნუ სასაული იყო მაშინ კიდე უამრავი ნუ შემარცხინე აუცილებლად და აღნიშნე და აქ დავასრულებ მე მივცე მე დავითის საუბრის საშუალებას მოკლედ აი ესე სამი მეგობარი ვიყავით კურსზე 4 გოგო და 4 ბიჭი ვაკაციანი ჯგუფი აიყვანა ბატონმა დავით კობახიძე მაგრამ სამი დავმეგობრით ეს იყო ირმა ნიჟარაძე რომელიც პირველი კურსიდან გარიცხეს 1 მაისის პარადზე მიუსვლელობის გამო დიდი ანტისაბჭოთა ისინი გეფიცებით ყველაფერს ოი აი 1 მაისის პარადზე არ გამოცხადა მე კი მივედი დაგვიანებით კიდევ კარგი და 2 რიცხვში თუ 3-ში შემოვიდა ეთერი ნიკოლაევნა რითმიკა გქონდა ეგეთი ეთერ გოგოშვილი ო რა კალი იყო
რითმიკა გქონდა ეგეთი საგანი რითმიკაზე უბრალოდ იკითხა ვინ არისო პარაძე და ირმამ თქვა რომ მე არა ვიდრე დასრულდა ლექცია რომ გავედით უკვე ირმას გარიცხვის ბრძანება დაკიდებული იყო მეორე კურსზე მე გავრიცხე და მესამეზე მაია გაიცხა ნუ მე და მაია აღწე ირმაც აღდგა მაგრამ გამიმართლა რაში როდესაც აღდგენა გამიკეთდა მე მოხვდი ბატონ თემურ ჩხეიძის ჯგუფში მე ვიყავი აი იმ წლებს ვიდრე დაბრუნდებოდა პეტერბურგიდან ბოლო სტუდენტი ბატონი თემურის მხოლოდ საუბედუროდ ბატონმა თემურმა ერთ თვეში თუ თვენახევარში გადაწყვეტა პეტერბურგში წასვლა და აი ესე დაგვემშვიდობა და ყველაზე მთავარი სულ ვიხსენებ რა თქმა უნდა ბატონ თემურთან შეხვედრა ჩემთვის იყო ბედნიერება და ვამაყობ ამით რა თქმა უნდა მაგრამ კიდევ უფრო მეტად საამაყობთ მაქვს საქმე იმიტომ რომ ერთადერთი ჯგუფი თავის ცხოვრებაში ყავდა რამაზ ჩხიკვაძეს ესეც იმიტომ რომ მას აუცილებლად ნუ მოკლედ მას არა ალბათ ნატაშას უნდა და პროფესორობა მისთვის და აუცილებელი იყო პედაგოგიური მოღვაწეობა ამისათვის და მოკლედ მე ვარ ის სტუდენტი ვის ჯგუფში და მის ჯგუფში ვიჯექი და მახსოვს იქაც ცოტათი დავიწყე გაზკია და ბატონი თემური რო წავიდა რაღაცა აი ეს ხასიათი გაგიყვანა და წავედი ისევ ჩემს ქუთაისში და მირეკავენ სახლში თბილისიდან ვერ გავიგე რექტორატიდან ისე ვერ გავიგე და ბოლოში ვასო კიკნაძე მესაუბრება ცხონებული თვით ვასო კიკნაძე გირეკავდათ დაბრუნდი ჩამოდი სასწრაფოდ და ნახე წამოვედი ხა ეგრევე პირველი რაც გავაკეთე ბატონ ასისტენ შევედი და მეუბნება ბიძაშვილი ხარ ჩემი არა მამიდაშვილი არა სისხლი და ხორცი არ ისე ქუთაისში თამი მაქვს შენგან როდესმე აღებული არ აბა დავიხალე შენი პატრონობითო გამაგებინე სად დადიხარ ამ თბილისში რო ჩამოდიხარ ხალხი თბილისში ჩამოდის იმიტომ რომ რუსთაველზე ისე ირნონო შენ რუსთაველზე გაქვს ინსტიტუტი და თვით რამას ხვიკვაძე ყავს პედაგოგი და სად დადიხარ გამაგებინე სად დადიო? ურჩი სტუდენტი. არსებ კაკოს ბუფეტში. აი შეკითხვა, სად დადიო? ხო და მხოლოდ კაკოს ბუფეტში.